გასულ კვირას სასტუმროში კოსტე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში წარმატებით მონაწილეობისთვის სოხუმის საფეხბურთო კლუბ ცხუმის ფეხბურთელების და გუნდის თავკაცების დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. შეხვედრას ცნობილი ფეხბურთელები, აფხაზეთის მთავრობისა და კულტურის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გუნდები. აღსანიშნავია, რომ სოხუმის ცხუმმა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ეროვნული ჩემპიონატის გადასასვლელ პლეი-ოფის მატჩებში ორ უძლიერეს მეტოქესთან, ცხინვალის ლიახვთან და ხონის იმერეთთან დამარცხდა და შესაბამისად პირველ ლიგაში ვერ გადავიდა. ჩვენ აღმოსავლეთ ზონაში ავიღეთ პირველი ადგილი, გავიმარჯვეთ და პლეი-ოფში დავმარცხდით. და ორი თამაშის ჯამში სპორტული პრინციპი ვერ გადავედით პირველ ლიგაში. გამოცდილი ფეხბურთელები არ ყავდა გუნდში, უფრო ახალგაზრდა გუნდით იყო დაკომპლექტებული და ბევრად წინააღმდეგობა ვერ გაუწია. იმ დღეს სასტუმროში მოწვეულმა სტუმრებმა, კლუბის დამფუძნებლებმა და გულშემატკივრებმა სოხუმის გუნდის წარსულზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა კლუბის გაძლიერების და მეტი მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. იმედი გამოითქვა, რომ ბრწყინვალე წარსულისა და ბიოგრაფიის ცხუმი ეტაპობრივად გაიკვლევს გზას და ჯერ პირველ შემდგომ უმაღლეს ლიგაშიც ითამაშებს. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ როგორც ხელმძღვანელი გუნდის, როგორ თავდადებით ითამაშეს ბიჭებმა, სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ამითი მეტი გამოცდილება გვექნება და აუცილებლად მომავალ წელს შევეცდებით, რომ ვიყოთ პირველ ლიგაში და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. გუნდის მშენებლობას და აღორძინებას სჭირდება წლები. და ორ წელიწადში მაინც გუნდი შედგა, კაი გუნდია. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტ დროს დავუთმობ მე და ჩემი მეგობრები გუნდის აღორძინებისთვის. უფრო მეტს გავაკეთებთ გუნდისთვის და იქნება გუნდი, რომელიც კიდე იტყვის თავის სიტყვას საქართველოს ჩემპიონატებში. ძალიან გამიხარდა ცხუმის ლეგენდების ნახვა, აფხაზეთის ფედერაციის წარმომადგენლების და დაგვაჯილდოვეს, რაც გვეკუთვნოდა, ის მედლები ავიღეთ და ბიჭებსაც ძალიან უხარიათ. გავაგზავნეთ მეორე ლიგაში ასპარეზობას და იმედი გვექნება, რომ გადავალთ პირველ ლიგაში. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ვიმყოფებოდა, იმიტომ რომ მე თვითონ ცხუმელი ვარ და იმ ცხუმელების ბიჭების, აი მთელი გუნდის, რომელიც ბატონი გურამის დროს ვიყავით და მე მგონი ძალიან კარგად გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში, მე მინდა რომ ეს გუნდი ჩვენი ცხუმი ახლა მომავალში მომაღლესი ლიგის გუნდი გახდეს და ასახელოს ჩვენი აფხაზეთი.